ამ ვიდეოს ერთ კვირაში მილიონობით ნახვა ჰქონდა. ნაციონალების დროს ეხაც 28 წლის ავარ და თავი ნორმალურ ქვეყანაში არ ვიცხოვრია. შრომობ პატიოსთან, შრომობ ადამიანურად, ვცდილობ რაღაცას მივაღწია, მაგრამ აი პერსპექტივა არ აქვს ადამიანს, ვინც პატიოსთან ცხოვრობს. აი ხელფასზე ცხოვრობს, შანსი არ არის, რომ აი იცხოვროს ისე, როგორც ადამიანს ეკუთვნის. ალბათ მრავალმა ფაქტორმა განაპირობა ამ ბიჭის პოპულარობა. მაგრამ მე გეტყვით, ჩემთვის რატო იყო საინტერესო და რატო გადავწყვიტე მისი მოწვევა დღეს ჩემს პოდკასტში. ჩვენ საზოგადოება შეჩვეულია და თითქოს ეს დღის წესრიგად იქცა მედიაში წარმატების ისტორიის გაშუქება. როგორ მიაღწია წარმატებას ნიჭიერმა და მონდომებულმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, ეს ისტორიები ძალიან საინტერესო და შთამაგონებელიც არის. ამ პოდკასტშიც არაერთხელ მოვიწვევ ასეთ ადამიანებს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე მომეწვია ადამიანი, რომელიც წარმატების ისტორიაზე კი არა, პირიქით, იმაზე მოგვიყვება, როგორც ცდილობს და ვერ აღწევს წარმატებას. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც იგულისხმება. ძალიან მინდა, რომ დღევანდელი საუბარი დაცლილი იყოს სენტიმენტებისგან. არ მიყვარს ასეთი პრობლემების ემოციების ხარჯზე წარმოჩენა, იმიტომ რომ მგონია, რომ ასეთ დროს პრობლემის არსი იკარგება და მიზანიც მიუღწეველია. თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა. აქ მთავარი ის კი არ არის, რაც სულ დღეშია ადამიანი. აქ მთავარია ის, რომ ამ ადამიანის მოსმენის შემდეგ ჩვენ როგორც საზოგადოება დავფიქრდეთ და დავსვათ კითხვები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ ადგილს და ბედნიერებას ვერ პოულობს ამ ქვეყანაში. და თუ ეს ადამიანი ყველანაირად ცდილობს და არ გამოსდის, შემდეგ დავუსვათ ჩვენ თავს კითხვები, ჩვენ რა გავაკეთოთ მისთვის. მინიმუმ მოусმინოთ მაინც ამ ადამიანებს, იქნებ უბრალოდ საუბარი მაინც ეხმარება მათ გამოსავლის პოვნაში. რა თქმა უნდა, მინდა რომ ამ ყველაფერს მივუდგეთ პრაგმატულად და ცივი გონებით, მაგრამ მგონია რომ ემოციებს ცალად ვერ გავექცევით დღეს. თქვენ უყურებთ სალომე კასრაძის პოდკასტს, რომლის ჩაწერებიც მიმდინარეობს ტრადიციულად პოდკასტ არეაში და წარმოგიდგენთ ჩემს დღევანდელ სტუმარს, ლევან სოქთოღლი. ლევან, როგორ დავიწყოთ საუბარი? იმის გარეშე, რომ ჯერ არ გვითხრა, საიდან ხარ წარმოშობით. ეს გვარი ძალიან უცნაურია ჩემთვის, სოქთოღლი. კი ბატონო. არა მარტო თქვენთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ჩემთან ქონია შეხება. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობთ რომ მომიწვიეთ თქვენს პოდკასტში, ეს არის ჩემი პირველი ჩაწერა. და შეიძლება ვერ ვიყო სამაგალითოდ კარგი, ასე რომ გამკითხავთ მაყურებლებო. პირველ რიგში ვიდრე ჩემს გვარზე დავიწყებდი საუბარს, არ შემიძლია დიდი მადლიერება არ გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც იმ ჩემს ვიდეოზე, საიდანაც თქვენც დამინახეთ და გამიცანით, ძალიან დადებითი კომენტარები დაწერეს, ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა, პირადი შეტყობინებები იყო. Instagram-ზე, Facebook-ზე, ასევე TikTok-ზე, ესეც ვიცი, უბრალოდ მე TikTok-ი არ მაქვს და შესაბამისად ვერ გავეცი პასუხი, თუმცა ვისთანაც შევძელი და ვიც დავინახე, ასე რომ ვთქვათ, ყველას გავეცი შესაბამისი პასუხი. და მადლობა ყველას გულთბილი კომენტარებისთვის. რაც შეეხება ჩემს გვარს, ეს არის ლაზური წარმოშობის, წარმომავლობის და ყველაზე ახლო შეხება ჩემს გვარს ეს აქვს ანაკლიასთან, ჩემი უახლესი ძირი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ლაზები დღევანდელ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არიან, ასევე მცირე რაოდენობით აჭარაში და რაც მოვიძე ინფორმაცია დაახლოებით 2000-მდე პირი არის საქართველოში კითხეთ მიმოფანტული. თუმცა რამოდენიმე ოჯახი არის ჩემი გვარის წარმოშობის ანაკლიაში, ვართ ჩვენ სოქთოღლები. ასევე ჩემ გვარსაც შეეხება, ეს არის დედა ჩემის გვარი, მე ვარ დედის გვარზე. რატო? რადგან მცირე ასაკში ვიყავი, გაშორდნენ მშობლები ერთმანეთს, დედასთან დავჭი და ვარ დედის გვარზე. დედაც, მამაც, მეგობარიც, ყველაფერი ერთში არის დედაჩემი. მამაჩემის მხარეს არავისთან შეხება არ მაქვს, არც ვიცნობ არავის. მამაშენს არ იცნობ? არ ვიცი ვინ არის ეს პიროვნება. არ იცი ვინ არის მამაშენი? არ ვიცი ვინ არის. ყავს თუ არა არავინ. და ძმა, მშობლები, მეორე ოჯახი, შვილები, ანუ არავინ. მამაშენის სახელიც არ იცი? ვიცი რომ ქვია ხვიჩა. შეეხება ჩემს სამგვარ დამოკიდებულებას, ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რატო არ მოიწევ, ანუ
არასდროს არ მომიზიებიან აი მე ინფორმაცია და არ ჩავძებულა რაღაც გულწრფელად რაღაცა არ მაქვს ამხრივ როგორ ვთქვათ არც მოთხოვნილება არც სურვილი არც ისეთ დამოკიდებულება რაღაც შეიძლება იყოს ძალიან ცივი დამოკიდებულება ვიღაც თვალში მაგრამ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება ეს ჩემი პირადი აზრია და მე მგონი მაქვს ამის უფლებაც რა თქმა უნდა ანუ დედამ გაგზარდა დედამ გამზარდა ჩემს გაზრდაში ძალიან ბევრმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა ასე ვთქვათ და ჩემს პერიოდულად წევდა საზღვარგარეთ ყოფნა ანუ ჩემი პატარა ასაკიდან და ძალიან ბევრი ქალის ხელში გამოვიარეს ასე ვთქვათ აი ძიძები იყვნენ სხვადასხვა ადამიანები ასევე თქმა უნდა ეიდა ჩემს ძილისწულებს ჩემს აღზრდაში ჩემს დეიდაშვილს შემდეგ დედა ჩემის ბიძაშვილს და მანამდე იმ ადამიანებს ასევე მეზობლებს იმდა რომ ოშუაშ ძალიან საყვარელი ვიყავი და ყველას უნდოდა რომ ყველასა ყოფილიყავი და რაღაც გარკვეულწილად ისაც ჩემში დღეს არის ეს რაღაც ხრივ იმ ჩემი ახლობლების, ჩემი მეზობლების დამსახურებაც არის, რასაც დღეს წარმოვადგენ. გახსოვს შენი ღრმა ბავშვობა? ჩემი ღრმა ბავშვობა სიმართლე რომ გითხრათ მე არ მახსოვს. მე მაქვს რამოდენიმე ალბომი, ფოტოები, რაღაც ისტორიები, ესე და აი ამითი აღვიდგენ რაღაცებს აკავშირებს წარმოვიდგენ. ხა რამდენად ზუსტად რეალურია, არ ვიცი, მაგრამ ჩემს გონებაში ყოველ შემთხვევაში ესეთი არის. რომელ ქალაქში დაიბადე? მე დავიბადე ზუგდიდში. თუმცა გავიზარდე ქუთაისში. სწავლობდი ბაღი, სკოლა და როცა მქონდა არდადეგები, მიდიოდი ზუგდიდში. ქუთაისში რაღაც პერიოდი, შემდეგ ზუგდიდში გარკვეული ნაწილი. მოგვიყევი. თუ შეგიძლია, შენს განათლებაზე, რა განათლება გაქვს მიღებული? ჩემს განათლებაზე მოკლედ მე მაქვს ბაკალავრის განათლება არ მაქვს. მაქვს სკოლის განათლება, ესე რომ ვთქვათ, 9 კლასი ვისწავლე ქუთაისის კერძო სკოლა იმედში. შემდეგ დანარჩენი 3 წელი ზუგდიდში, ჭიტაწყარის მე-10 საჯარო სკოლა ესე არის ცნობილი. ჩემი 9 კლასის განათლებით, ესე რომ ვთქვათ, ვიყავი 1000-იანი, 1000-ნების დაფაზე, გამოკრული და ამის დამსახურებით გადმომცეს ლეპტოპი. გაჩუქეს? კი ბატონო, Lenovo ეხაც მოხსოვს. შემდეგ უკვე ჩავაბარე წერეთლის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით, დიახ. აი ეს ქუთაისში, ხო? ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფასო ფაკულტეტზე და ვისწავლე 2 კურსი. შემდეგ უკვე რაღაცნაირად მივხვდი, რომ რაღაცნაირად ეს არ იყო ჩემი განხრა, ისაც მე მსურდა. ცოტა სხვა მიმართულებით წავედი, რაღაც საკუთარი საქმის წამოწყებებსა და ასე რომ ვთქვათ, ცოტა ადრე ვასაკში თავიდანვე. რამდენი წლის იყავი? 20-ის, ხო, 20. და რა საქმე იყო? 20-21. ეს ჩემი საქმე არ იყო ეს კონკრეტულად ჩემი წამოწყებული და ანუ მუშაობა დაიწყე და ამის გამო სწავლას ჩამოშორდი? გადმოვედი თბილისში რაღაც ეტაპზე, სწავლას შევეშვი. ესე რომ ვთქვათ. და იქიდან უკვე ესე ვთქვათ, აირია ჩემი ცხოვრება განათლების კუთხით. კერძოდ უნივერსიტეტი რასაც ქვია, შევწყვიტე სწავლა. აი ეგ პროცესები, ეგ მოვლენები, როგორ უცებ გავიდა ის დრო და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ხა სიმართლე რომ გითხრათ, ესე დეტალურად რა უცებ გავიდა ის დრო და როგორ გაიფანტა და როგორ გამომისყდა ხელიდან მე და როგორ ვერ აუსრულე და ჩემს ის სანუკვარი ოცნება, რომ მე მქონდა დიპლომი და დედაჩემს ამითი ამბაყა და ხო რავი დიპლომი აქვს ჩემს შვილთან რაღაცა ეს გამოიფინა და თელი მსოფლიოს ნახებინა რატომაც ის ჰქონდა რომ ეს დიპლომი არის რაღაცა განსაკუთრებული და ნუ ბუნებრივია ძალიან საჭირო არის ეს ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში მისი მომავლისთვის, ნუ კარიერისთვის დიპლომის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია დასაქმება მიმართულებებში, ხო? შენ რა საქმიანობა დაიწყე? რასაც ქვია, ანუ ეს საქმე ბევრმა კარგად იცის საქართველოში, ბევრს მიუღია მაშინ მონაწილეობა, ბევრს არ მიუღია.
ბევრს სმენია, ეს არის ცნობილი როგორც ქსელური მარკეტინგი, ეს აა, არის network marketing-ი, როგორც ასეთი, ეს არის Q-net-ის სახელით წოდებული, რომელიც სადაც ბევრი უყურებს სკეპტიკურად, როგორც პირამიდა, როგორც ასე შემდეგ, ნუ მე ამ საქმიანობის ავგარგიანობაზე საუბარს ახლა არ დავიწყებ და არ ჩაუღმავდები. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, ვინც აკეთებდა, ის აკეთებდა. გააკეთებდი, იღებდი შესაბამის შემოსავალს. ანუ შენ კმაყოფილიყავი? კმაყოფილი ახლა დიდად წარმატებებს მივაღწიე თქო და რაღაცა რა ვთქვა, ნამდვილად ყული გამომივა, იმიტომ რომ იქში გადაშიგ იყო რაღაც ხარჯებიც იყო ისეთი გაუთვალისწინებელი, იყო რაღაც დაბრკოლებები და ბევრი უსიამოვნება და შემდეგ როგორც დასრულდა და რაც მოხდა იმის შემდეგ კიდე ბევრი უსიამოვნება იყო. ჩემს იმ ჟამინდელავის სამეგობროში და იმ ადამიანებთან ერთად ვისაც დიდ დროს ვატარებდი. ყველას ასე თუ ისე შეგვეხო და რაღაცნაირად ერთიანად ჩამოიშალა ისე რომ ვთქვათ ის სფერო და დასრულდა იმის მერე შეხება არ მაქვს და ამით იყო გამოწვეული რომ მეც რაღაც ჩემი კონცენტრაცია და რაღაც ის პერიოდი რაც უნდა მესწავლად იმ საქმეზე გადავერთე გადმოვედი თბილისში. ნანობ როგორ გითხრათ, ნანობ იმხრივ რომ სწავლა ვერ მივიყვანე ბოლომდე და მე ის რომ დღეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი არ მაქვს და ეს სტატუსი არ მაქვს. ამას უნდა განვიცდი, ნანობ და ყველაზე მეტად ნანობ იმას რომ დედაჩემს ვერ მივეცეს დიპლომი ეს ხელში ვერ გადავეცი. თორემ რაც მე გავიარე, რა გამოცდილებას მივიღე და როგორაც შევხედე ადამიანებს საკუთარ თავს ის დღემდე მომყვება და იმით ძალიან კმაყოფილი ვარ. ხო, სად მუშაობ? ახლა მუშაობ ესე სახინკლედ იწოდება. რესტორნის სახელს ბოლომდე ვერ გაჩავს თავისი სტატუსით, მაგრამ ეს არის პიქტოგრამა. ათონელზე, ანუ შალი ხიდის ქვეშ არის ალექსანდრეს ბაღს ჩამოვყვებით. დაფნა, რავი, ბევრმა იცის, კარი ხიდი, იმის ქვეშ არის ზუსტად ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და გამორჩეული ხინკალი გვაქვს სტუმრების აზრით. და შენ რას აკეთებ? მე ვარ ამჟამად მიმტანის პოზიციაზე. კვირაში 4-5 დღე მონაცვლეობით, ხან 4 დღე ვარ, ხან 5 დღე ვარ. შენ ამ ვიდეოში ამბობ, რომ ხელფასი არ ყოფნის ცხოვრებაში არაფრისთვის. და აი რა ხარჯებს ფარავს შენი ხელფასი? გამოდის რომ მიმტანის ხელფასი. ხელფასია, შეიძლება მიმტანის ხელფასი. ნუ სადაც მიმუშავე მანამდეც იქეთ-აქეთ ნუ გააჩნია ობიექტს პირველ რიგში. თუმცა ძირითადად არის ეს 40-50 ლარის ფარგლებში რა, ნუ თბილისში. დღეში? დიახ. ზოგან ეხლა პირობითად ჩემთან არის 50 ლარი და მე მუშაობ 7 საათიანი გრაფიკით. რაც ჩემთვის საკმაოდ კომფორტული არის. წინაზე მიმუშავე ესეთი რომ 9-12 საათი ყოფილა იგივე ანაზღაურებაზე. ხო, მიმტანის ანაზღაურება როგორც ასეთი ხელფასით არ განისაზღვრება, ეს არ არის ესეთი სფერო რომ სადაც მიმტანს აქვს მაღალი ხელფასი. ძირითადი აქცენტი ეს არის ტიპსი. ანუ რასაც ზედმეტად დაუტოვებენ და ეტოვებს სტუმარი. არის დღეები ისია, ხან ისია, ხან ასია რაღაცეები არის, ხო? უბრალოდ დიდად საქართველოში ტიპსის კულტურა როგორც ასეთი არ გვაქვს მე და სამწუხაროდ. და შესაბამისად მიმტანის ანაზღაურებაც და შემოსავალი თვიური ვერ არის რა დამაკმაყოფილებელი რა იმ პიროვნებისთვის, იმ გაწეული შრომისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, იქაც უამრავი კლასიფიკაცია არსებობს, მიმტანი ეს ერთიან ჭრილს რო განვიხილოთ, არის უდიდესი განსხვავება უმდაბლესთან უმაღლეს წლამდე რომ მივიდეთ თვითონ იმ პიროვნებაში. და რაში ყოფნის აი ეს ხელფასი? როგორ გითხრათ? თვიდან თვემდე ეს არის თავის გატანა. ეს არის ბინის გადასახადი, ეს არის ქირის გადასახადი, ეს არის კომუნალური, ეს არის საკვები, სამგზავრო ძირითადად რაც უმეტესი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის
რა პრობლემის წინაშე დგას იმ მხრივ რომ გადასახადი ხშირად აღემატება ხელფას. მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, მიგვირს ხოლმე კიდევ როგორც ხორობს ადამიანი იმ შემოსავლით რაც აქვს. ზოგადად ადამიანის ცხოვრება რო განვიხილოთ. ეს იმ კატეგორიაზე მაქვს საუბარი და ვინც ამას მიიღებს, ეს არის საზოგადოების საშუალო და საშუალო დაბალი ფენა. მე იქაც რაც განვარტე მოკლე ვიდეოში, თაც ასე ვთქვათ, პოპულარული გავხდი. ასე თუ ისე. ვთქვი რომ პატიოსანი ადამიანის შრომა, ხო ესეთ რაღაცა ვახსენე. რა თქმა უნდა, ეს იმ კატეგორიას მიიღო, ვისაც მე პირდაპირ ეს სიტყვები ვთქვი, ხო? ბუნებრივია არის რაღაც ფენა საზოგადოებაში, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, ვინც პატიოსნად შრომობს, მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიყენებია ბუნებრივია. ვინც ბუნებრივია იშრომა, ისწავლა, საკუთარ თავზე იზრუნა და აქვს შედარებით მაღალი ანაზღაურება აბსოლუტურად დამსახურებულად. თუმცა რამდენი კადრი ყავს და რამდენი კადრი სჭირდება ქვეყანას მაგ პოზიციაზე. და შენი ეს შემოსავალი რამდენად ახდენს გავლენას შენს პირად ცხოვრებაზე? ჩემი შემოსავალი და ზოგადად ადამიანის შემოსავალი პირდაპირ კავშირშია მის პირად ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე. ხო? დაწყებული, როგორც ვახსენეთ, კვებიდან, კვებას ეს ხო არის უბრალოდ მოგშივდა და გაძეხი, ესე რომ ვთქვათ უხეშად. შენი კვება და შენი ცხოვრება, შენი ყოველდღიურობა, შენი ერთი დღის რუტინა როგორი გაქვს. განსაზღვრავს შენს ხასიათს, შენს შრომის უნარიანობას, რამდენად ჯანსაღადი კვებები, რამდენად კარგად გძინავს. შესაბამისად კარგად აზროვნებ, შესაბამისად კარგად გამოიყურები, უფრო ჯანსაღი ხარ, უფრო ენერგიული ხარ და ასე შემდეგ. პირადად შეეხება ხო, არის პრობლემა, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთან და ძალიან ბევრ ადამიანთან გულისხმობ მაინც მამაკაცი, იმიტომ რომ ბიჭი და მამაკაცი ცხოვრებას და ურთიერთობას ყოველთვის მატერიალური მხრიდან უყურებს. არ ვიცი ახლა გვები როგორ უყურებთ, ანუ ცოტა სხვა ღირებული, ანუ ოჯახში ხო მაინც კაცის შემოსავალი, თქმა უნდა, ბუნებრივია ქალს თავის შემოსავალი და კონდეს უნდა გააჩნდეს, თუმცა მამაკაცი თავისი შემოსავლით უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს, რაც ურთიერთობისთვის არის საჭირო და აუცილებელი. მე ჩემი გადმოსახედიდან ამ წუთას კი არავე ურთიერთობა აღარ მაქვს. იქიდან გამომდინარე, არ მაქვს უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემ ხელფასთან გამომდინარე, იმის იქით მე რაც მჭირდება ფიზიკურად არ მრჩება. რომ როგორც უნდა დაპატიჟო. რაღაც ყურადღება უნდა გამოიჩინო, ხო, ბუნებრივია, რაღაც უნდა აჩუქო. უნდა გაანებიურო, ასიამოვნო. ეს ხო ყველაფერი ხარჯთან არის დაკავშირებული. ხო, შეიძლება ჩვენ ასე პირდაპირ ვსაუბრობთ, ხორთული არის ხა საუბარი და რაღაცა, მაგრამ რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ეხა პირადად ჩემს ირგვლივაც, ჩემს სამეგობროს, ანუ საძმაკაცოს, რასაც ვეძახი, ჩემს სამეგობროს, ვართ 27, 28, 29, 30 წლის, აი ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაოჯახები. აი ხა რომ წელში იყო გამართული ადამიანი ფინანსურად. ოჯახი ხელს გიწყობდეს რაღაცნაირად შენც არად იდგენ. უფრო სხვანაირად მიუდგებოდი საკითხს და ის გოგოც მეტად დაინტერესდებოდა შენი და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და ლოგიკური არის, ხო? ეხლა პირობითად მეც რო წარმოვიდგენ. ანუ ვინ არის ის ბიჭი და რა დღეს ხო რაღაცნაირი ცხოვრება არის, ხო? დღეს თითქმის ყველაფერი არის მატერიალური, დღეს ყველაფერი არის ფინანსებზე დამოკიდებული. დღეს ეხლა კი შენ ამდენადაც კარგი ადამიანი არ უნდა იყო. შენი ჭირიმე, შენ გინაცვალე და სულ ხელის გულზე ატარო, ხო? ანუ შენი არსით, შენი ფუნებით და შენი მოპყრობით. ფული გჭირდება. ამას ვერ გავექცევით, ხო? ეს საჭიროება არის, ეს მოთხოვნილება არის, ხო? რაღაცა უნდა იყიდო, ფული უნდა, რაღაცა გინდა გასვლა, გინდა ფული უნდა, ხო? ეს ბუნებრივია და ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის დაოჯახების საკითხში, ზოგადად ქვეყნის გამრავლების საკითხში. არავის რა სტატისტიკებია, მე ხა ესე არ ჩავძეები ვარ, როდის რა სტატისტიკა იყო, მაგრამ მე რასაც ხედავ, ძალიან ბევრი ადამიანი არის
დაუოჯახებელი აი ამ ფაქტორიდან გამომდინარე. აი წყალი რო ავიღოთ, ეხლა ცოტა სხვა თემაზე გადავედი აბსოლუტურად, მაგრამ მე როგორც ადამიანს რაღაც ძალიან მთელი გულით მაინტერესებს ქვეყანაში, აი ტურისტებთან ძალიან ხშირი შეხება მაქვს და 26,000-ზე მეტი მდინარე გვაქვს და ქვეყანაში ლიტრი ნახევრიანი პლასტმასის ბოთლში არსებული წყალი რატო ღირს ის რაც ღირს? ან ნახევარი ლიტრი შუშის ბოთლში არსებული ბორჯომი რატო ღირს ის რაც ღირს? ან ეს არ ვიცი და უბრალოდ ეს ადამიანურ დონეზე, გლეხურად გაგების დონეზე რომ ამიხსნას, რომ აი ამის და ამის გამო საქართველოში ეს წყალი ღირს ამდენი და გერმანიაში რატო ღირს ცენტები დავუშვათ. ეს ხო წყალი არის, ანუ იმათ ჩვენზე მეტი წყალი აქვს, ანუ ჩვენზე მეტი მდინარე ჩამოედინება თუ რა ხდება, ანუ აი წყალზე მაქვს ძალიან დიდი გართულება რა, აი ზოგადად. აი ტურისტს ვეუბნები რომ ჩვენ მდინარეებით, ტბებით, რა ვიყო, სავსე ქვეყანა ვართ. ეს ჩვენი ბუნებრივი რესურსია. და მეუბნება რესტორანში რატო ღირს 3 ლარი ნახევარ litrიანი წყალი. აი აქ რა პასუხი გავცე, აი ეს რომ მითხრას ვინმე უბრალოდ და მე იმ პასუხს გავცე. ანუ მართლა არ ვიცი რამე ისეთ არ ვიძახი რაღაცნაირად. რატომ არის რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ვერ ცხოვრობს ისე, როგორც თქვათ, იგივე ახალგაზრდა ევროპაში? თავარი მიზეზი რა არის? კი ბატონო. აი ესე შევადარებთ, პროექტში ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, სად ვიმყოფებით, სად ვართ. და შემდეგ აი პირადად მე გერმანიის გამოცდილებას ვწირ, რადგან იქ ვიცხოვრია და ანუ ისინი სად არიან? გარშემო რა ქვეყნები ყავთ? რა ტიპის მეზობლები ყავთ? და როგორ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან? და ჩვენ სად ვართ, როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, როგორი მეზობლები ყავს ჩრდილოეთით, სამხრეთიდან, ვინ არიან ჩვენი მეზობლები? და შემდეგ შეგვიძლია ჩვენი გარემოცვიდან გამომდინარე, ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე, ვისაუბროთ და შევადაროთ შემდეგ იმათ ცხოვრებას. იმათი ცხოვრებით რომ დავიწყოთ გერმანიაში ყოფნა კონკრეტულად და ევროპაში ნუ ვინც იცის იტალიაში როგორ ცხოვრება, საბერძნეთში, ესპანეთში და ასე შემდეგ. იქ ცხოვრობ ძალიან ლაღად. იქ როგორ თქვა, აბსოლუტურად თავისუფალი ხარ. აბსოლუტურად როგორ გითხრათ, საიდან დავიწყო, აი იმდენად სიამოვნებს ხოლმე იმ გარემოში ყოფნა. ხო, რაღაცნაირად იქ რო იყავი, იქაც მიმტანად მუშაობდი, თუ რა მიზნით იყავი? პირველი ჩემი ვიზიტი იყო მიუნხენში, ანუ იქ ჩავედით გარკვეული ჯგუფი, კოლეჯის სტატუსით, ესე ვთქვათ, ახალგაზრდები, იქ იწევს ძირითადად მუშაობა ფიზიკურად. ეს იყო საწყობი Philip Lane-ის, Philip Lane ერთ-ერთი ისეთი ბრენდი არის, თქვენია, ტანისამოსის და აქსესუარების, საკმაოდ ძვირადღირებული და იყო საწყობი, იქ მუშაობდით, სადაც გვევალებოდა რაღაც შეკვეთებს გვაძლევდნენ, ფურცლებს გვაძლევდნენ, სადაც იყო შეკვეთები. ეს იყო სივრცეები სხვადასხვა, იქეთ შავლები, იქეთ ზედები, იქეთ ქურთუკები, იქეთ ესენი და ვიღაც ონლაინ შეკვეთა აქვს გაკეთებული, გადლევს ფურცელს რამოდენიმეს. ესა და ის ნივთი ამ ადამიანის სივრცის ამ ადამის ნომერში შტრიქოდია ყველაფერს, შეაგროვე ფუბრიკით დადიხარ. ეს იყო იქაური საქმიანობა. შემდეგი იყო მეორე კასელში ეს არის პოსტა DHL-ი, DHL-ი, როგორც თვითონ ამბობენ. პოსტის საწყობი იქაც ფიზიკურად მუშაობა. ნახეთ როგორ არის იქ რომ ჩადიხარ და მუშაობა და გარემო სამუშაო გარემო დატვირთული არის ფიზიკურად გიწევს მუშაობა. თუმცა შენ ყველაფერს იტან, შენ ყველაფერს აკეთებ იმიდან გამომდინარე, რომ შენ შესაბამისი ანაზღაურება გაქვს. შეხვდები, რომ შენი ანაზღაურება იქ არის შესაბამისად დაფასებული. და
ცხოვრობ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ფასები მარკეტებში, ანუ იქაური. იმიტომ რომ იქ წარმოება აქვს მაღალ დონეზე, ერთმანეთში ურთიერთკაცვლა, ის ესპანურია, ის იტალურია, ის გერმანულია რაღაცა, ხო შეარიან და აწარმოებენ. მუშაობენ, როგორ გითხრათ. ალბათ 110%-ით ყველა, ანუ გარეთ გამოსულიყავი, დავუშვით პირობითად რომ გამოსულიყავი გარეთ, სამიმდინარეობს სამუშაოები, იგულო. შეიძლება ერთი ადამიანი ვერ გენახა გარეთ გამოსულ. ანუ იმდენად ფუტკრებივით უმაღლეს დონეზე ყველანაირი ტექნიკა, აი თუ რამე სადმე რაღაც საჭირო არის, ხო საწყობი არის. ის შესაძლებია, ის რაღაცა, ანუ ყველაფრის ტექნიკა აქვს. აი აბსოლუტურად. და ყველაფერს ესე მიზან მიმართვა რაღაც კანონის დაცვით, რაღაც შეიძლება ის იყოს რაღაც რობოტული მიდგომა, მაგრამ ძალიან ჯანსაღად, ძალიან სწორად და ყველანაირი ნორმის დაცვით, ზომიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. მუშაობენ ძირითადად 5 დღე კვირაში. შაბათ-კვირით ისვენებენ და ჩვენ რომ ისვენებ დავუშვათ. დასვენება არ არის რომ შენ სამსახურში არ მიდიხარ და მთელი დღე სახლში ხარ. ეს თუ ვინმეს დასვენება გონია და ფიქრობს რომ ისვენებს, ხო, ვისაც გამოსცემ. ეს არ არის დასვენება. დასვენება არის აი ეს ადამიანი თავის ოჯახთან ერთად. თავისი მანქანით, რომელსაც ავტოფარეხიდან გამოიყენებს. ხა რაღაც ხაპარს კი არ ყვები და რაღაცას კი არ ვისაც ძალიან ბევრი ადამიანია ნაყოფი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მithuetes უნივერსიტეტებიდან, ასევე კოლეჯის სტატუსით და წავლენ პიკნიკს. წავლენ ოჯახთან ერთად, გემრიელად დაისვენებენ. ბუნებაში გავლენ, აი ბუნებაში ყოფნა და ბუნებაში გასვლა. არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებასთან კავშირი, სულიერ სიმშვიდისთვის და ზოგადად სიამოვნების მიღებისთვის. ანუ ცხოვრების ხარისხი აქვს? ცხოვრების ხარისხი ხა იმათი და ჩვენი. ხო, ეს ყველა მიცის რომ ამბობენ რომ აი 50 წლით უკანა ვართ. 70 წლის უკანა ვართ. და ეს რაღაც ჩვეულებრივი ნორმა და რაღაც სტანდარტით არის თითქოს მიღებული. ხა მე მაინტერესებს თუ იმ ქვეყანა და იმ კონტინენტმა დაუშვათ პირობითად თელმა ერმა რაღაც სახელმწიფომ ის რაღაც გაიარა პირობითად 20 წელიწადში. ხო, რაღაც. როგორც ადამიანი რა. რომ შევადაროთ ეხა სახელმწიფო ადამიანს, აი და გამოცდილი ადამიანი, რომელსაც წარმატების მისაღწევად დაჭირდა ძალიან ბევრჯერ დაიცა, ძალიან ბევრჯერ წამოდგა, იქ შეეშალა და აი მე ახალგაზრდა ადამიანი და ის არის 65 წლის, 50 წლის თავშოთ უდიესი გამოცდილებით. მეუბნება რომ ლევან ამას 100-დან თუ გააკეთებ ცხვირპირს წაიმტრო და ძალიან გაგიჭირდება და ძალიან შოქს მოიგე. მე ეს გავიარე. მე გეტყვი როგორ არის მოკლექს, რომ შენ მე რაც 20 წელი მომუნდი, შეიძლება დაგჭირდეს 2-3 წელი მაქვს. აი იმ ქვეყნებისგან ჩვენ ანუ რომ ამბობთ ევროპა, ევროპული ღირებულებები, ფასეულობები. რა არის მნიშვნელოვანი? ისაც ჩვენ გვჭირდება, ხო, ქვეყანას. რა უნდა წამოვიღოთ მაქსიმალურად სწრაფად? ითი უნდა განვითარდეთ, რომ აი ეს ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ნებისმიერი ახალგაზრდობაზე არ მაქვს საუბარი, რომ განვითარებული იყოს, იცხოვროს ადამიანურად, რასაც ქვია. საქმიანი მიდგომა არის ზუსტად ეს. ნებისმიერ საკითხში. და არის ზედაპირული რაღაც. ნებისმიერ საკითხში. აი ეს ყველაზე მძიმე რაც არის ხო საზოგადოებაში. აი ეს გაუგებრობა, ეს აი ელემენტარული, აი ხალხმა ფეხი სიარული არის, აი ქვეით მე ხშირად საზოგადოებიდან სპორტით ვსარგებლობ და ბევრს დავდივარ ფეხი ძალიან ბევრს მოძრაობ და ხალხმა, ну რა თქმა უნდა 90%-ზე და ზემოთ შეიძლება 95%-მდე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი თუნდაც ის 5%, თუნდაც 2% რო იყოს, რატომ უნდა იყოს ეგეთი, რომ არის ზებრა, არის შუქნიშანი და წითელზე გადადის, როცა მანქანა მოძრაობს რა. აი დაილოდე, გამწვანდეს, მანქანა გაჩერდება, შენ წადი. აი ხა ძღოლი რო ხარ. და მიდიხარ შენი გზა გაქვს. და ვიღაცა გადმოუდგის რა იმას შუაგზაზე. აი როგორი არის, ხო, ანუ როგორი განცდა. და მეორე არის კიდე, როდესაც შენ გადადიხარ ზებრაზე, შენი არის გზა, იქ არ შუქნიშანი არც არაფერი დაუშვათ და ძღოლი არ გიჩერებს. ანუ ეს საკითხები ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ელემენტარული. ხა გერმანიაში 100-დან 100 ძღოლი, როდესაც გადადიხარ ზებრაზე.
გაგიჩერებს ძალიან შორიდან ატყობ ამას. აი მითხრას ერთი მაგალითი მაინც ვინც ყოფილა, რო არ გავუჩერებია. და ქუთაისში, ნუ ყველაზე არა მაქვს საუბარი, მაგრამ მე ვცდილობ ყოველთვის რომ მანქანა გავატარო და მე გადავიდე. ანუ მოკრის, მორბის, ყველა სადღაც ეჩქარება. გასაგებია ადამიანი შეიძლება რაღაც ცხოვრებაში ერთხელ ორჯერ რაღაცა ისე ხდებოდეს, რომ იქ შენს ახლობელს, შენთვის ძვირფას ადამიანს რაღაცა პრობლემა აქვს და სიკვდილის ცოცხლის საკითხია და ჩავაჭერ კი არა, გავწურავ ბოლომდე, ხო, დაუშვათ. იქ მივასწრო, რაღაც შველა უნდა, მაგრამ ეს რამდენჯერ უნდა მოხდეს ცხოვრებაში ესეთ რაღაცა მწოლებს ვეკითხები, რამდენჯერ შეიძლება რომ აი ყოველ დღე შეიძლება ესეთი რომ ქართულ ადამიანს სადღაც ეჩქარება? აი, სად გვეჩქარება? ის 5 წამი, 10 წამი ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი რა. ჩვენს ქვეყანაში აი ადამიანის სიცოცხლე არის როგორ იცი? თუმცა რა დიდი ამბავი ხო რა მოხდა. შეიძლება ნარცისი მიწოდოს ადამიანმა, მაგრამ მე ჩემს ცხოვრებაზე ძვირფას მე ერთხელ მოვივლინე ამ სამყაროს, აი ამ სხეულით, აი ამ კონებით, ამ ქვეყანაში, ამ პლანეტაზე. არავინ არ იცის ვინ რამდენ ხანს სიცოცხლეს, მაგრამ აი მაქსიმალურად ერთმანეთს მოუფრთხილდეთ. ყველა ნაბიჯზე. აი თითოეულ სიტყვას, თითოეულ ქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ეხლა მე შეიძლება ბევრი რაღაცა გადავიტანო, გავუზო და არ მივაქციო ყურადღება. ყურადღება კი არ მივაქციო, გადავამუშავო მარტივად უბრალოდ. მაგრამ ვიღაცისთვის შენს ნათქვამ ერთ სიტყვას, ცუდ სიტყვას, რომელიც დაუმსახურებელია მისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ის მთელი დღე გაუფუჭოს და მთელი კვირა გაუფუჭოს და ესე ჩარჩის გონებაში რომ და რატომ ის გამო, ხო? ერთმანეთს რავი რაღაცნაირად პატივი ვცეთ. ეხლა შეიძლება არის გადახვევა და კოცნა ჩახუტება და შენი ჭირიმე შენ გინაცვალა სიკეთებს კი არ გულისხმობს. მაგრამ ეს უადგილო რაღაც ბოროტება თუ აი უადგილო რაღაცნაირად დამცირება თუ ვიღაცებზე ზემოდან გადახედვა თუ შენ ასეთო შენ ისეთო ხო შეიძლება ეხლა სიკეთით ვერ გამოვირჩევოდეთ მაინც და მაინც დიდად, მაგრამ ნურს დაუშავებთ, ხო? არ არის ეს ასეთი რთული. სოციალურებში ხა ყველანი მსარგებლობთ, ხო? ბუნებრივია, ყველას ეგვაქვს და შევდივარ და აი ვიღაცის მიმართ თითის გაშვერა და რაღაც დაწკაპუნება იქ კლავიატურაზე თუ ეკრანზე. ხო, შეასეთო, შენ ისეთო, ხო, ანუ ეს ძალიან მარტივია. ამას ეს შეუძლია ნებისმიერს, ხო? მაგრამ ესე რომ ადამიანურად ჩამოყალიბებულად, არგუმენტირებულად ამისა და ამის გამო მე თუ არასწორი ვარ, მე თუ რაღაცას არასწორად ვამბობ, მე თუ არასწორად ვიქცევ. მე ხო უნდა შემაგნებინო რომ აი ამის და ამის გამო არგუმენტირებულად სუსტად, კონკრეტულად, დეტალურად ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი უნდა იყოს გაწეული რა. ზოგადად ადამიანის საზოგადოების სიტუაციაში, ყველა მიმართებაში და როგორც ქვეყანაში, როგორც პოლიტიკაში, აი ნებისმიერ რაღაცაში, როცა ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვდის, ჩვენ რო ეს კარგად გავიაზროთ და ჩვენ რო ეს დავიჯეროთ ესე რომ ვთქვათ. უნდა იყოს მაქსიმალურად სწორად და მკაფიოდ დეტალურად ყველაფერი გადმოცემული და ასახული. რაღაცნაირად, ურთიერთგაგება, ერთმანეთში საუბარი, კითხვა-პასუხის ეს ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთში, მეტი კითხვები დავსვათ, მეტი პასუხები მივიღოთ, ერთმანეთს მოусმინოთ, ერთმანეთს მოუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. და შენ ამ თემებზე ვინმესთან საუბრო? დიახ. ვისთან? საკუთარ თავთან ძირითადად. იმედია გამოჩნდება ესეთი ადამიანი, ირაჩი გულისხმობ. არა, რატომ მეგობართან შეიძლება? მეგობართან, იცი როგორ არის? რო ესაუბრო ადამიანს, კარგ თქოს კარგი გამგონე უნდა, ხო, ანუ შენაირი ტიპაჟი უნდა იყოს, შენაირად უნდა აზროვნდეს. მე ეხლა რასაც საუბრობ, მე თქვენ რომ მისმენთ ეხლა, ხო დავუშვათ. ასე ვინ მომისმენს და ვინ გაიაზრებს ჩემს ირგვლივ. გამიჭირდება რომ გითხრათ, აი კონკრეტულად ის პიროვნება. იმიტომ რომ მე მეთა სხვა საუბრები მაქვს. შენ იქ ამბობდი რომ 28 წლის ვარ და არაფერი არ შეცვლილა ამ ქვეყანაშიო. ანუ რას ფიქრობ, რა არ შეიცვალა, რა არის იგივე? ყველაზე მთავარი და ესეთი მით გამაცრუებელი და გულდასაწყვეტი ეს არის სისტემა, რაც იგივე დარჩა და ადამიანი ვერ პოულობს სიმართლეს და სამართალს, როცა ის მართალია. როცა ის დამნაშავე არის, ბუნებრივია, მან პასუხი უნდა აგოს შესაბამისად, ხო? და კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი. თუ მესაუბრები კანონის ძალით და კანონის სახით, მაშინ შენც უნდა ბუნებრივია კანონიერად იცხოვრო, კანონიერად იმოქმედო. ეხლა მე ჩვეულებრივ ადამიანს რიგით პირს
ინდონეზია არ მესმის ხო სამართლის კოდექსი, კანონი და ასე შემდეგ და ჩემზე მეტად ჩემი აზრით მოეთხოვება სამართალდამცავს მაღალ ჩინოსანს პოლიტიკოს რომ ის უფრო მეტად კანონმორჩილი უნდა იყოს. ის უნდა იყოს გამორჩეული სხვა დანარჩენისაგან, ის უნდა იყოს სახე. მისაბაძი უნდა იყოს ყველასთვის, ხო, აბსოლუტურად. ქვეყნის პრეზიდენტი პირველი პირი. ხო, ის უნდა იყოს ყველაზე ინტელექტუალური. ქვეყნის სახე ხარ, ხო, შენ ყველაზე გამორჩეული ადამიანი, ყველაზე რა ვიცი, განათლებული, ყველაზე გამოცდილი, ხო? იმიტომ რომ ეს არ მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, ეს საერთაშორისო დონეზე გადიხარ, შენ ქვეყანას წარმოვადგენ, როგორც პირველი პირი ხარ. და მე რაზე მეცინება რა, რაზე მწყდება გული რომ და თან იმედი მომეცა რაღაც უბრალოდ ქვეყნის პირველ პირს აი ყველას ვეკითხები ნებისმიერ ადამიანს ვისი პოლიტიკის გამტარებელი, ვისი იდეოლოგიის, ვისი პარტიის მომხრე ხარ, საერთოდ გაინტერესება აი ქვეყნის პირველ პირს უნდა კონდეს თუ არა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის დიპლომი. აი მინიმუმ. და მაშინ ეს რას ნიშნავს? ეხლა ქვეყნის პრეზიდენტს თუ არა აქვს დიპლომი. მაშინ აი რომ შევდივართ დასაქმების საიტებზე პირობითად ჯობში შევიდეთ და რომ შევიხედოთ 10-დან 7, 10-დან 6, კაი ვთქვა, 9 ვთქვა. ნუ იქ პოზიციებს გააჩნია. თუმცა სახელმწიფო ყველგან სადაც დიპლომია საჭირო, აი რატომ ითხოვენ დიპლომს და რატომ ითხოვენ გამოცდილებას? ეს ბუნებრივია უნდა მოითხოვო, ხო? რაც უნდა კონდეს განათლება შესაბამისი განხრით, უნდა კონდეს გამოცდილება. მაშინ ვინც ისწავლა, ვინც ბაკალავრის ხარისხი აიღო, ვინც დოქტორის, მაგისტრის და ასე შემდეგ და ასე ეს წლები გაიარეს იქ. რისთვის ისწავლის? აი, მაშინ უნივერსიტეტი რისთვის არის საჭირო? თუ დიპლომად შეიძლება გახდე პრეზიდენტი და ისა რატო არ შეიძლება დიპლომის გარეშე გახდე ჩვეულებრივი? ანუ ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე პირი ყავს უდიპლომო. მაშინ სხვა ნებისმიერი ინსტიტუტი, სხვა ნებისმიერი სამსახური იმასთან შედარებით ანუ პრეზიდენტზე მაღლა ვინ დგას? რატომ თქო შენ მაშინ მე დიპლომს? რა არის დამოკიდებული შენზე? აი რა შეგიძლია შენ გააკეთო, რომ შენი ცხოვრება გაუმჯობესდეს და რა არის ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული? ჩემზე და თითოეულ ჩვენთაგანზე ზოგადად საზოგადოებაში ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. აი ჩემზე კონკრეტულად ჩემს ცხოვრების წარმართვაზე, ჩემს მომავალზე. ძირითადი, ხო, ჩემზე არის დამოკიდებული. მე როგორ განვითარდები? როდის რა გადაწყვეტილებას მივიღებ? როდის სად აღმოჩნდები? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ საკუთარ თავს ერთი რამდენად წარმოაჩენ, რამდენად განვითარდები და მეორე, აი სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდე, სწორ დროს უნდა აღმოჩნდე სწორ ადგილას. რომ შენ რაღაცნაირად განვითარდე, მეტად შრომისუნარიანი იყო, მეტად შემოსავლიანი იყო. აი ხა პირობითად მე სადაც მუშაობ და რა ანაზღაურებაც მაქვს. შეიძლება ზუსტად იგივე სფეროში გაცილებით უკეთესი ადგილი მოიძებნებოდეს, მეტი ანაზღაურებით და მე იქ არა. შენ ალბათ გააზრებული გაქვს, რომ ეს არის დროებითი სამსახური? რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ვიღაცისთვის, ვიღაცა შეიძლება შეყვეს აი როგორი სამსახურია, იცი? აი ძალიან გითხრებს და ძალიან მიჯაჭვული ხარ, აი ძალიან რთული რომ მე ამოვიდე, ეს არის აი ყოველდღიური აი შედარებით ესეთი სწრაფი და მარტივი ფული, რომელიც დღიდან დღემდე გეყოფა, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, მაგრამ იმის იქეთ ვერ წახვალ ბუნებრივია. არის შეიძლება იყოს რაღაც გამონაკლისი, რომ რაღაც სეზონზე ერთი თვე, სადღაც კურორტზე ან იქეთ სხვასთან ახლოს ბათუმში ან იქეთ სადმე. ხო, ანუ რაღაცა ოღონდ უნდა გაიწურო ძალიან მაგრად, რა ის ძალიან დიდ შრომას და ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და ძალიან დიდ ნერვებს ასე ვთქვათ. ტანის სფეროს შეიძლება მინდა ჯერ სიტყვათა თვითონ ცოტა ისეთია, მე არ მოწონს და ძალიან სკეპტიკურად უყურებს ბევრი და ძალიან დაუფასებელი სამსახურია. ისე ვთქვათ.
დედა ჩემიც კი მეუბნება რომ შენ 28 წლის ფიჭი ხარ ხა და დემდე უნდა მომიტანი და როდემდე უნდა ემსახურე. აი რაღაც როგორი რაღაცა იცი? არა და ეს მიმტანის პოზიცია, ну იქაც როგორც ვახსენე კლასიფიკაცია არის. საკმაოდ ისეთი რაღაც უნარები გჭირდება ადამიანს რა. პირველ რიგში უნდა მეტყველებდე გამართულად, ქართულად, უნდა შეგეძლოს უცხო ენაზე საუბარი, ეს ბევრგან არის, რომ ტურისტებთან გაქვს შეხება. უნდა იყო პასუხისმგებლიანი, უნდა კონდეს რაღაც მიმღებლობა, რომ სტუმარმა ეს და ეს რომ მოიქცეს, შენ წარმოადგენ შენი ობიექტის სახეს, უნდა იყო მშვიდი, გაწონასწორებული, უნდა იყო ყურადღებიანი, ასე შანუ. ძალიან ბევრი კომპონენტი არის ის, რასაც არ ექცევა ყურადღება და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ისე არ უნდა შევხედოთ ამ საქმიანობას, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ სფეროს და პერსპექტივას ამ საქმეში, რა თქმა უნდა, რაღაც ისეთი საოცარ შედეგებს ხა არც არავინ არ ელოდება. იცი რომ მას დროებით ხარ და ხარ დროებით იქ იაზრებ, რომ რაღაც სხვა უნდა გამონახო, რაღაც უკეთესობისკენ უნდა წახვიდე, რაღაც სხვა გზები უნდა ეძებო. და ვფიქრობ, აი ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მე ჩემი უნარები, ჩემი ძალები, ესე ვთქვა, ჩემი შესაძლებლობები, რაც მაქვს უნდა გადავახარისხო, რაც შეიძლება კარგად მაქსიმალურად თუ რა პერსპექტივა მაქვს საკუთარ თავში, საკუთარ მომავალში, ამ ქვეყანაში, რა შემიძლია. აი ჩემი გადმოსახედიდან მე რასაც ვამბობ, ეს არის რომ მე მაქვს აი ამ მომსახურების სფეროში გამოცდილება და შემიძლია რომ რაღაც საკუთარი ობიექტი ჩამოვაყალიბო, შევქნაო მართო, მაგრამ ამას ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება და აი ეს ფინანსები საიდან უნდა მოიტანო თუ არა არ უნდა წახვიდე სადღაც ისეთ ქვეყანაში დააგროვო. ხო, ანუ კიდე უფრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტად ეს ევროპის რომელიღაც ქვეყნები შეიძლება კიდე არ გეყოს რა იმდენად, რომ კიდე შორს უნდა წახვიდე და კიდე უფრო რაღაც ები უნდა აკეთრო, დააგროვო ეს შემდეგ კაპიტალი და აბანდო ამ ყველაფერში გარისკო, ეს ხო რისკებთან არის ყველაფერი კავშირში. და მოდი შენს ძალებზე და უნარებზე ვისაუბროთ. მე მაინტერესებს, იცი რატო გეკითხები ამას? მე შენ ხო ამბობ რომ შენი პატიოსანი შრომით ვერ ცხოვრობ ისე, როგორც გინდა რომ იცხოვრო. და რა თქმა უნდა, იქ შენ გარემოზე და ქვეყანაზე ქონდა საუბარი, რომ აი ესეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. მე მაინტერესებს შენ როგორ ფიქრობ, რა არის შენი მაქსიმუმი, რაც შეგიძლია გააკეთო? და ამაზე, ამ კითხვაზე რო პასუხი გასცი, ჯერ უნდა იცოდე შენ რა ძალა გაქვს, რა უნარები გაქვს და მე მაინტერესებს შენ თუ გიფიქრე იმაზე, აი მე მაგალითად ჩამომიწერია, მე რისი უნარი მაქვს, რა ძალა მაქვს, რისი უნარი მაქვს და რა გამომდის და რაც მთავარია, რისი კეთება სიამოვნებს, ეს არის უმთავრესი. და შენ მაინტერესებს, შენი მთავარი თქვათ ნიჭი და ძალა რა არის, გარდა იმისა, რომ სიმპათიური ხარ. მაგრამ ეს შენი დამსახურება არ არის. ამაში შენ წვლილი არ მიგიწვის და აი შენს უნარების განვითარებაში დიდწილად შენზეა ეს დამოკიდებული, ხო? აი ძალიან კარგი რაღაც ახსენეთ, მეც ბევრი რამ ჩამომიწერია, აი მე ქუთაისში ჩემს საძინებელში კედელზე ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს დაწერილი. აი რო ვიღვიძებ, ეს პიტავი რო გავახელ, დიდი ასოებით მიწემინია და წამოდგომის დროა, აი რაღაც შემოგვი. იმის იქეთ ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს დაწერილი. რაღაც სამოტივაციო და ასე შემდეგ. აი ჩამოწერა და დროში გაწერა რაღაცეებს, შენი გეგმების, შენი მიზნების, შენი ოცნებების. და ზოგადად წერა ძალიან კარგი არის ჩემი აზრით. და ბევრი ადამიანის აზრით. ჩემი უნარები ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ უცხო ენას ვფლობ სასაუბრო დონეზე, ინგლისურ ენას, რუსულს და რუსულ ენასაც ვფლობ. და ასევე საერთაშორისო ენას მეგრულსაც ვფლობ. ასევე მაქვს რაღაც ჩემი ხედვა, გარკვეული ცოდნა და უნარები, ასე რომ ვთქვათ, ტურიზმის განხრით. ანუ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში რო ხარ, ამაშიც ხედავ შენ თავს, ანუ შენ ძალები უკვე აღმოჩნდა, ხო? ეს ორი სფერო შევადაროთ, მომსახურების სფერო, სარესტორნო სფერო და
აი ეს ტურიზმის სფერო განსაკუთრებით ეხა ტურისტ სახელი გეუნება რომ ტურისტებთან უწყებთ. იქაც მომსახურების სფეროშიც მე ყოველთვის კომუნიკაცია მიყვარს განსაკუთრებით ტურისტებთან, უცხოელებთან და განსაკუთრებით ჩემს ქვეყანაზე საუბარი, ჩემს ისტორიაზე და ასე შემდეგ. თუ ახერხებ არ ვიცი სიტყვა გართობა არ მიყვარს, მაგრამ აი რაღაც ისეთი დროის განტვირთვა უკეთესია. ან უფრო ისეთი დრო, როდესაც თან განიტვირთები, თან დაისვენებ და თან რაღაც ახალი იდეებით აივსები, შეიძლება ახალი мотиваციაც ხო სწორედ დასვენების საათებიდან და დროიდან მოვიდეს. შენ როგორ ახერხებ ამას აი ამ პირობებში? ჩემი ესეთი განტვირთვა არის რამოდენიმე ჩამოვთვლი, ეს არის სეირნობა, ეს არის მუსიკის მოსმენა, მუსიკა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. მუსიკის მოსმენა და ცეკვა და ასევე ვარჯიში. განტვირთვა ესეთი ასე ვქვია, თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ აქვს ხოლმე რომ ბარი ცირთად უფრო ბარი სტილში, თუმცა ასევე ღამის კლუბშიც მივდივარ რომ აი მოვისმინო ხარისხიანი მუსიკა და ვიცეკვო და იქ აი ის თუ რამე სტრესი მაქვს, აი იქ რომ შევდივარ მე, აი იქ თავდება ჩემი პრობლემები, ჩემი სტრესი, ჩემი დაწაფულობა და ჩემი ყველანაირი პრობლემა და როგორ ვერთობიან. მე შემიძლია აბსოლუტურად ფხიზლად, აი როგორც ეხლა აბსოლუტურად ფხიზელი შევიდე და გავერთო ძალიან მაგრად. ჩემი მაქსიმუმი ჩემს ცხოვრებაში მიღებული არის ალკოჰოლი. შევალ ალბათ ერთ-ორ კოქტეილს, სადაც გამიშვებს ჩემი ბიუჯეტი. ჩემი ჯიბე ერთ-ორ კოქტეილს დავლევისით რომ ცოტა მოვეშვა უფრო მეტად. მე ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ მომიწევია სიგარეტი და მით უმეტეს მოსაწევი და არანაირი ნარკოტიკული საშუალება არასდროს არ მიმიღია. ვცდილობ მაქსიმალურად ვიცხოვრო ჩანსაღად იმ ჩემს გარემოში, სადაც მე ვარ და რასაც წარმოვადგენ, შეძლების დაგვარად. მე რა თქმა უნდა, კაცილებით უკეთესად ვიცხოვრები, მე რომ ამის შესაძლებლობა და საშუალება მქონდეს, ხო, მე არ მეშლება ცუდის და კარგის გარჩევა და უკეთესის გარჩევა. არც საკვებში, არც ჩაცმა დახურვაში და არც ძალიან ბევრ საკითხში. აი იქიდან უნდა მე ჩემთვის ყოველთვის ვეუბნები რომ აი რისი საშუალებაც გაქვს და რა შეგიძლია. აი იქიდან იმ სიტუაციიდან გამოიღე მაქსიმუმი. აი მაქსიმალისტი ვარ პერსპექციონისტი, აი რაღაც ყველა დაალაგებული დაწყობილი, შვიდი, აი არ მიყვარს კამათი რაღაცა ჩხუბი, ეს ანუ მე ესეთი ტიპი ვარ და ზოდიაქოთი რა? ზოდიაქოთი ვარ სასწორი. აჰა. ასე ვთქვათ, ელჩი. შუამავალი, ხო? ეს ვაიბუი რაღაცა თუ ხდება სადმე ყოველთვის შევალ გამშველებელი ხარ? ხო, ანუ რატომ რა ხდება, რა სიტუაცია იმ მომენტში ხა დავუშვათ ადამიანი აგრესიული როცა არის და რაღაც გაბრაზებული არის იმ ცხელბულზე შეიძლება რაღაცა ის ექნას, ხო? რაც მე ძალიან ინანოს. არაერთ შემთხვევა არის ამის, ხო? ეხლა ჩვენი საუბარი რომ დავასრულოთ და ასე ვთქვათ ბოლოსკენ წავიყვანოთ, ნელ-ნელა დასასრულისკენ რომ წავიდეთ. მე რა ასე ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუმრებს, ბოლო კითხვას ასე ვთქვათ ვამზადებ და უსვამ ამ კითხვას, მაგრამ დღეს რაღაც ესე წავიდა ჩვენი საუბარი, რომ თითქოს ჩემი კითხვები საჭირო არ იყო და შენ რაღაც იმდენად არ ვიცი ძალიან გინდოდა ამ ყოველფრის მოყოლა და რაღაც ეს იყო შენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ გამოგეთქვა და ხმამაღლა გელაპარაკა, ჩემთან კი არა, უბრალოდ შენ რომ მოგესმინა, აი ეს შენივე საუბრები. ну რა თქმა უნდა მეორე ადამიანთანაც იმასთან გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც მგონია რომ იმდენად შენ ჩემი კითხვების გარეშე წარმოუდგინე შენი თავი ჩვენს მაყურებელს. რომ მგონი ჩემი კითხვები საჭირო არ იყო საერთოდ. ამიტომ ეხლა ამას დაგისვამ ბოლო კითხვად, რა არის რაც გინდა რო თქვა? მოკლედ რო გითხრა, რაზეც არ გისაუბრია, რა მე ხوار დარჩა ისეთი. რაც გინდა აუცილებლად რო თქვა. რა თქმა უნდა, ბევრის თქმა მინდა ზოგადად. და ხანდახან ვერ ვამბობ ხოლმე და მე იმ მომენტში მე 100% ვერ გადმოვცემ ხოლმე. ხო და აი ასეთ დროს თავარია პირველი რაც თავში გაგიელვებს ის თქვა. ვიცხოვროთ ღირსეულად და ვიცხოვროთ ხალისიანად შემართებით არ დავკარგოთ მაინც იმეთი რაღაცა რაღაცა იქნება ხო
და ერთი არ გასწირავს კაცა შენ განაწირსა რა თქმა უნდა. ზღაპრის ბოლო კეთილია ყოველთვის. აი ყველა ზღაპრის ბოლო კეთილია და ყოველთვის სიკეთე ამარცხებს ბოლოდებს. ლევან, დიდი მადლობა დღეს საინტერესო საუბრისთვის. და მე ვფიქრობ, რომ ლევანის ისტორია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადამიანის წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის კონკრეტულ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებზე. აქ საუბარი არის იმაზე თუ რა გარემოშია ეს ადამიანი, რა შესაძლებლობებზე მიუწვდება ხელი და ზოგადად იმ რაღაც უხილავ ბარიერებზე, რომელსაც თითოეული ადამიანი ეღობება ცხოვრების განმავლობაში. და ჩვენ ძალიან ახრთოვანებულები ვართ ხოლმე იმ ისტორიების მოსმენით, რომელიც გვიყვება ადამიანებზე, ვინც შეძლეს და გამოუვიდათ, მაგრამ აი რას ვიტყვით ისეთ ადამიანებზე, ვინც შეიძლება ისევე ცდილობს, უფრო მეტადაც კი, მაგრამ მაინც არ გამოსდის. ანუ აქამდე ვისმენთ და გვიხარია ის ისტორიები, რომლებიც ეხება რაღაც ადამიანებზე, ვინც მთები გადადგა, მაგრამ იმ ადამიანებზე რას ვიტყვით, ვისთვისაც ეს ცხოვრება არის უბრალოდ თავის გატანა, როგორც ლევანმა თქვა. მე მგონია, რომ თუ ამ პოდკასტის მოსმენის შემდეგ ჩვენი მაყურებელი დაფიქრდება, ვფიქრობ ამ პოდკასტს რაღაც შედეგი ქონია, მაგრამ თუ თქვენ დაუსვამთ თქვენ თავს კითხვას, აი მე რა შემიძლია გავაკეთო, იქნება ეს არის რეალური ცვლილებების დასაწყისი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მე შემდეგ ეპიზოდამდე გემშვიდობებით. წარმატებები.